2024 წელი ძალიან მრავალფეროვანი იყო. ბევრი რაღაც გავაკეთე, აქტიური ცხოვრება მქონდა საკმაოდ. დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აბიტურიენტობა. რა თქმა უნდა, 2025 წელს გაცილებით მეცხოვოდები. ასევე ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ წლის ბოლოს გავიგე, რომ მივემგზავრები ირლანდიაში. რაც შეეხება ჩემ ქვეყანას, ვფიქრობ, რომ 2024 წელი გადამწყვეტი იყო ძალიან ბევრი თვალსაზრისით ხალხის ცნობიერებაში. ძალიან ბევრი მიდგომით, საკმაოდ ესე ვთქვათ, სამწუხაროც იყო რაღაც მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და ესე ვთქვათ, ყველა შევძლებთ იმის გაგებას, რომ გვინდა თუ არა ყველა გზა ევროპაში მიდის. 2024 წელი პირადად ჩემთვის ძალიან ბევრი მომტანი იყო, იმიტომ რომ გავიცანი ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანები, გადავედი გაცვლითი პროგრამის ფინალში, გავხდი ახალგაზრდული საბჭოს წევრი და მართლა ძალიან ბევრი რამე მომიტანა 2024 წელმა როგორც მე, ისევე ჩემ ქალაქს, იმიტომ რომ ძალიან დიდი წარმატების მომტანი იყო ჯერ ის რომ 120 გრანტის მფლობელი ყავდა ქალაქში და ეს იყო ჩემთვის პირადად ძალიან დიდი ბედნიერება რომ 20 ახალგაზრდა რო დავინახე 100%-იანი გრანტით რო ჯილდოვდებოდა და ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ რომ 2025 წელი კიდევ უკეთესი იქნება. ჯერ მარტო დღეს რა განწყობაც არის შექმნილი, ის ყველაფერზე მეტყველებს რომ 2025 წელი ბევრად აჯობებს 2024-ს. ბევრი გამოწვევები იყო, მაგრამ მე მგონი ყველაფერი კარგად დამთავრდა და ყველაფერს საუკეთესო ვსურვებ საქართველოს. ბედნიერი ახალი წელი ყველას. არაფერი ბევრი ისეთი იყო რაღაც შეფერხებები, ცოტა რაღაცა კაი წელი არ იყო ყოველ შემთხვევაში და მომავალში კაი სველოდები. როგორ გონიათ 2025 წელი როგორ იქნება პირადად თქვენთვის და ქვეყნისთვის? ჩემთვის უკეთეს პირობებს ვაწყობ ახლა ამ წუთში და ქვეყანა თუ უკეთესად იქნება, ამას რა ჯობია. გითხრა, სასიამოვნო იყო რა, ჩემთვის პირადად, რავი. 2025 წელი როგორ იქნება, როგორ ფიქრობთ? რავი, მოლოდინებით ალბათ ახსავსე და რა ვიცი. ნეიტრალური არაფერი განსაკუთრებული. იმედია ჩვენი ახალი თაობა მშვიდობიან საქართველოში გაიზრდება. როგორი იყო ისტორიას? ვიმედოვნებ, რომ 2025 იქნება ძალიან კარგი. არ იყო ჩემთვის 2024 წელი კარგი. ვფიქრობ, რომ არც სრულიად საქართველოსთვის არ იყო. გაურკვევლობის და გაუგებრობის წელი იყო. რა ვიცი, საშუალო არა უშავს. ისეთი იყო. და უკეთეს ველოდები 25-ში. მრავალშობა ახალ წელს ზაგასროთ ღმერთმა და სუბედნიერები და ჯანმრთელები იყავით. ჩემთვის 2024 წელი იყო ძალიან ბედნიერი წელი, რადგან ბებია გავხდი, ჯერ სიდედრე ვიყავი და მაგით აღფრთოვანებული ვიყავი, შემდეგ ბებია რომ გავხდი, საერთოდ საოცარი გრძნობა იყო. ძალიან მიხარია მე მაგალითად ახალი წელი და ზესტაფონის შესაბამისად ჩემთვის იყო ძალიან ლამაზი და მორთული და ასევე ველოდები ბევრ წარმატებას და მომავალი მე მგონია რომ ისევ ახალი წლისავით ნათელ ფერებში იქნება. დავამატებდი რომ მინდა რომ ქვეყანაში იყოს პირველ რიგში მშვიდობა და ომი 40 წლის ასაკში მე რამდენად უნდა ვნახო არ ვიცი და ამ 2025 წელს მე ველოდები მშვიდობას და ჯანმრთელობას და სიყვარულს და სიხარულს და ნათელ ფერებს ჩემს პატარა საქართველოში.